თავი მე-13 წინ აღუდექით ეშმაკს. ღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ. რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწეს როგორც მტღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. წინ აღუდექით მას მტკიცერ რწმენით. 1 პეტრეს 5:8-9 მუხლები. წიგნის ამ ნაწილში ჩვენ შევეხებით საკითხს, რომელიც უშუალოდ ბრძოლას ეხება. პეტრე გვაუწყებს, რომ ეშმაკი თავისი დამქაშებით დაძრწის, როგორც მტღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. უნდა ითქვას, რომ ლომი ეშმაკის იდენტურობას არ წარმოადგენს. წმინდა წერილში იგი მოხსენიებულია როგორც გველი, გველეშაპი, ქურდი და სხვა, მაგრამ არა როგორც ლომი. ლომი არის იესო. ლომი იუდას ტომიდან. გამოცხადების 5:5. პეტრეს მხედველობაში აქვს ის, რომ ეშმაკი, როგორც მშიერი ლომი, ეძებს ნადავლს. ის ნადავლად გადაყლაპავს მსხვერპლს, თუ ამის საშუალება მიეცემა. კარგად გააცნობიერეთ, იგი დამარცხებული მტერია. თუმცა ამავდროულად სასტიკი მოწინააღმდეგე და ჩვენი მხრიდან სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მას ჩვენს მიმართ არანაირი სიბრალური არ გააჩნია და მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს: მოკლას, მოიპაროს და გაანადგუროს. თუ ტანზანიაში კაციჭამია ლომების ტერიტორიაზე მოხვდები, ნამდვილად არ მოისურვებ იმ მიდამოებში იარაღის გარეშე ფეხით სიარულს. უიარაღოთ დიდი შანსია, რომ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე. გონიერი კაცი თან შაშხანას იქონიებს და მის გამოყენების წესებსაც ისწავლის. თუ შეიარაღებული, ფხიზელი და მღვიძარე ხარ, მაშინ მზადყოფნაში იმყოფები, რათა იბრძოლო და გაიმარჯო. ასეთ შემთხვევაში ბრძოლიდან უვნებელი გამოხვალ. სწორედ ამაზე ამახვილებს პეტრე ყურადღებას. წინ აღუდექით ეშმაკს. მე-9 მუხლში პეტრე ხაზგასმით მიგვითითებს: წინ აღუდგეთ, შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს. ბერძნული სიტყვა შეწინააღმდეგება გამოითქმის როგორც აუთისტემი. თაიერი ამ სიტყვის შემდეგ განსაზღვრებას იძლევა: საწინააღმდეგოდ სვლა, წინააღმდეგობა. სტრონგი კი ამას განმარტავს როგორც პირისპირ დგომა, წინააღმდეგ გამოსვლა. ჩემს ლექსიკონში კი წინ აღუდექი განიმარტება როგორც შეჩერება მოქმედებით ან არგუმენტით. უდაოდ ეს სიტყვა სასტიკ ბრძოლას, აგრესიულ კონფლიქტს გამოხატავს. ვემზადებით რა შეიარაღებული კონფლიქტისთვის, წავიკითხოთ იესოს სიტყვები. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას. ტრის ყოველი ძალის დასათრგუნად. თქვენ კი არაფერი გევნებათ. ლუკას 10:19. ეს სიტყვები გვამხნევებს. ღმერთის აღთქმა გვარწმუნებს, რომ თუ შევიმოსებით მისი ძლიერი მადლით, ვერავინ და ვერაფერი მოგვაყენებს ზიანს. თვით ეშმაკიც კი. ეს ფრიად მნიშვნელოვანია. მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენთვის მოცემული ძალა გამოვიყენოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, აღთქმა ვერ იმოქმედებს და მტერის ზიანს მოგვაყენებს. სწორედ ამიტომ გვეუბნება პეტრე: წინ აღუდგეთ ეშმაკს. იგი არ ამბობს: ილოცეთ და ღმერთს თხოვეთ მოგაშოროთ იგი. ჩვენ გაბედულად, მიზანდასახულად და მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ მას. წმინდა წერილში ვერსად ვერ შეხვდებით მუხლს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ ჩვენი ცხოვრებიდან ეშმაკი განდევნოს. საქმე იმაშია, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ გავგიჟდი, როცა სიტყვას არ შეუძლია ღმერთთან მიმართებაში ვიყენებ. მაგრამ ეს სიმართლეა. ღმერთმა მთელი ძალაუფლება ადამიანს მისცა დედამიწაზე და ის საკუთარ სიტყვას ვერ შეცვლის. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ უფალმა ხელი არ შეუშალა გველისა და ადამიანის საუბარს ედემის ბაღში. აი რატომ გახდა საჭირო იესოს მოსვლა დედამიწაზე. მას უნდა დაემარცხებინა ეშმაკი. აი რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ქრისტეს სხეული, ეკლესია, სატანას და მის დამქაშებს. თავისი გადაწყვეტილებით ღმერთმა მთელი ძალაუფლება ქრისტეს გადასცა. ქრისტემ კი ჩვენ. როგორც მის სხეულს, ჩვენ გვმართებს ბრძოლა. წმინდა წერილის თანახმად ეს არის კეთილი ბრძოლა. იხილეთ 1 ტიმოთეს 6:12. ჩვენი საუკეთესო მაგალითი. თუ ჩვენ გვინდა ვისწავლოთ ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვინ არის ამის საუკეთესო მაგალითი თუ არა თავად უფალი? განსაკუთრებით ბევრს შევიტყობთ იმ პერიოდის შესწავლით, როდესაც იესო უდაბნოში იცდებოდა. იესო სულიწმინდით აღსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში,
და 40 დღეს იცდებოდა ეშმაკის მიერ. ლუკას სახარება 4:1-2 მუხლები. მტრისგან გამოვლენილი გამოცდა 40 დღის მანძილზე გრძელდებოდა. ეს ნიშნავს, რომ იესო წინააღმდეგობას უწევდა. ბიბლიაში ჩაწერილი პირველი კონფრონტაცია მოხდა 40 დღის მიწურულს. ეს იყო ბოროტის მცდელობა იესო ეცთუნებინა, გამოეყენა თავისი ღვთიური ძალაუფლება და დაემტკიცებინა, რომ ის ჭეშმარიტად ღმერთის ძეა. იესოს შიოდა. ამიტომაც მტერმა შესთავაზა ქვები პურებად ექცია. იესომ კი მიუგო. არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. მათეს 4:4. ამ სიტუაციიდან სულ ცოტა სამი გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ. პირველი, იესომ მიხვდა, რომ ეს იყო ცდუნება და მაშინვე გაერკვა საქმის არსში. ის არც კი დაფიქრებულა სატანის შემოთავაზებაზე. ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი. იესო პირდაპირ ელაპარაკებოდა ეშმაკს. ის მამას არ სთხოვდა მისთვის საცდური აერიდებინა. არც ირიბად ურთიერთობდა ეშმაკთან. ის არ ეუბნებოდა მას ასეთ სიტყვებს: ღმერთის ნება არ არის სატანამ ჩემზე გაიმარჯვოს, ამიტომ მე არ ავყვები ამ ცდუნებას. არა, იესო პირდაპირ იყო სატანასთან მიმართებაში. ჩვენ, შენც და მეც ასე უნდა მოვიქცეთ. დაწერილია: არ მისცეთ ეშმაკს შანსი. ეფესელთა 4:27. და ბოლოს, იესო ღვთის დაწერილ სიტყვას ციტირებდა. ყურადღება მიაქციეთ მის ნათქვამს. დაწერილია. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ღმერთის სიტყვა ჩვენი მახვილია. პავლე ამბობს: და აიღეთ სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ეფესელთა 6:17. ღმერთის სიტყვა არა ფიზიკური, არამედ სულიერი იარაღია და ამავე დროულად არაორდინალური. იესომ თავისი სულიერი მახვილით განგმირა მტერი და რა საკვირველია დაამარცხა კიდეც. მტერი არ ნებდებოდა. მან მიიღო მტკივნეული დარტყმა და განაგრძო იესოზე თავდასხმები. შემდეგი მცდელობის დროს სატანა მოკლე და იოლ გზას თავაზობს იესოს იმის დასაბრუნებლად, რაც ადამმა შეცოდების შედეგად დაკარგა. კერძოდ, მსოფლიოს ყველა სამეფო. მათეს 4:5. იესოს მხოლოდ თაყვანი უნდა ეცა მისთვის. მაგრამ ქრისტემ მიუგო. გამშორდი სატანავ. დაწერილია: უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. ლუკას 4:8. იესომ მტერს უთხრა გაშორებოდა მას. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. გაბედულად უნდა ვუბრძანოთ ბოროტს, გამშორდი. შემდეგ იესომ კვლავ გამოიყენა ღვთის სიტყვა, რათა კიდევ ერთხელ მიეყენებინა დარტყმა თავისი მტრისთვის. ეს გამოცდა გაგრძელდა მანამ, სანამ ეშმაკმა ყველა თავისი ხრიკი არ გამოიყენა, რომელთა მოძიება ამ ერთი შეხვედრისთვის შეეძლო. ლუკა წერს: ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში. 4:13. დაბრკოლება ხუცესისთვის. რამდენიმე წლის წინ ერთი ხუცესი, რომელსაც პირობითად კენს დავარქმევ, ოფისში მესტუმრა. კენი ახალგაზრდა, ძლიერი და წარმოსადეგი პიროვნება გახლდათ, რომელსაც ბრწყინვალე ცოლ-შვილი ჰყავდა. წარსულში იგი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ეწეოდა. კენი იმდენად მადლობელი იყო ღმერთის იმისთვის, რომ მან შეაძლებინა ამ საქმიანობისათვის თავი დაენებებინა და იხსნა ამ ჯოჯოხეთიდან. ქებადიდების მსახურების დროს მას ხშირად ატირებულს ნახავდით. ქრისტესადმი მისი დიდი სიყვარულის გამო ამ ადამიანის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონდა. კენი კარგი მეუღლე და მზრუნველი მამა იყო. მან იცოდა, რომ ბევრი ეპატია და ამიტომ ძალიან უყვარდა უფალი. ბოლო თვეების მანძილზე იგი რთულ ბრძოლებში აღმოჩნდა და ამის შესახებ არავის არაფერს ეუბნებოდა. თუმცა ბოლოს ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა თავისი მდგომარეობა ჩემთვის გაეზიარებინა. როცა ის ჩემს ოფისში შემოვიდა, დატანჯული კაცის შესახედაობა ჰქონდა. რაშია საქმე? ვკითხე მას. კენმა თავისი ოჯახის ისტორია მიამბო. მის ოჯახში ბევრი მამრობითი სქესის პიროვნება ადრეულ ასაკში გულის დაავადებით გარდაიცვალა. ჯონ, გამუდმებით იმის შიში ვარ, რომ გულის შეტევით მოვკვდები, მითხრა მან. ექიმთან ვიყავი, გამოკვლევები ჩავიტარე და ყველაფერი რიგზია. მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ უეცარი სიკვდილის მოლოდინით გამოწვეულ შიშს.
მიჭირს მასთან გამკლავება. ოფლი მასხავს და ტანსაცმელი სულ მთლიანად მისველდება. ეს უფრო ღამე ხდება, ან მაშინ, როდესაც მარტო ვრჩები, ზოგჯერ ეკლესიაში ყოფნის დროსაც კი მემართება. ვერ ვაკონტროლებ ამ შიშს. ის უეცრად მოდის გაფრთხილების გარეშე და მთლიანად მიპყრობს. მთელი გოლით ლოცულობ. თხოვუფალს გამანთავისუფლოს ამ შიშისგან და მისგან გამოწვეულ საშინელი შეგრძნებებისაგან. და აი, აქ მე დავიწყე. კენ, სწორედ ამის გამო ვერ იღებ შედეგს. ღმერთის წინაშე კი ლოცულობ, მაგრამ პირდაპირ ეშმაკს არ მიმართავ. როგორც ამას იესო აკეთებდა უდაბნოში გამოცდის დროს. ღმერთის სიტყვა გვასწავლის, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან. იაკობის 4:7. აი ასე უნდა მოიქცე. იესომ დაამარცხა სატანა, მაგრამ შემდეგ ის ზეცად ამაღლდა და მამის მარჯვნივ დაჯდა. ზეცად ამაღლებამდე მოგცა ძალა და ძალაუფლება, რათა მისი ნება გამოვიყენოთ დამარცხებული მტრის მიმართ. იესო გარკვევით ამბობს, სულები დაგემორჩილებიან. ლუკას 10:20. ისინი უნდა გვემორჩილებოდნენ. ჩვენ დაგვავალეს გამოვიყენოთ ღმერთის სიტყვა. მივმართოთ მტერს და ვუბრძანოთ დაემორჩილოს ღმერთის აღთქმას. ჩემი მეგობარი ყურადღებით მისმენდა. კენ, ჩემს ცხოვრებაშიც დგება ხოლმე ასეთი პერიოდი, როდესაც მტერი მიტევს და სიტუაცია იწყებს კონტროლიდან გამოსვლას. ამ დროს მივდივარ განმარტოვებულ ადგილას, სადაც უფლის გარდა ვერავინ მისმენს. შემდეგ ხმამაღლა შევძახებ ხოლმე უფალს მთელი ჩემი არსებით, სულით, სამშვენელი და სხეულით. სხეულ მოცემულ შემთხვევაში ნიშნავს ჩემს ხმას და ამიტომ ვამბობ. კარგი, ეშმაკო, რადგან ომი გინდა მიიღებ კიდეც, მაგრამ წინასწარ იცოდე, რომ დამარცხდები, რადგან მე მაქვს მახვილი, შენ კი არა. ამიტომ ავიღებ მახვილს და მოგიგერიებ და თუ მაშინაც არ დამანებებ თავს, ნაკუწებად გაქცევ, სანამ ზრწოლვით არ მომშორდები. ახლა კი იცოდე, ღმერთის სიტყვა ამბობს. კენი გულმოდგინედ მისმენდა. მე მას უზიარებდი მუხლებს განკურნების, შიშისგან განთავისუფლების, უზრუნველყოფის და თავისუფლების შესახებ. ვუჩვენე, თუ როგორ შეიძლება დაწერილი სიტყვა საბრძოლო מחვილად აქციო. კენს ვუთხარი, რომ ამ პირდაპირ შიშის სულს უნდა მიმართოს. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, მერე ვილოცე მისთვის და ის წავიდა. 6 თვის შემდეგ სერიოზული გამომეტყველებით მოვიდა. შევატყვე, ისევ დამძიმებული იყო. მივხვდი რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა. ჯონ, ახლა ყველაფერი უარესადაა, მითხრა მან. შიშთან ბრძოლა ახლა უფრო ხშირად მიწევს, ვიდრე 6 თვის უკან. თითქმის ყოველ დღე, სულ ვოფლიანობ, ტანსაცმელი გასაწური ხდება, გაბედულება დავკარგე, ძალიან მიჭირს. სხვა ადამიანებს მოვემსახურო, პირადი ბრძოლების გამო. კენი გადმოიხარა ჩემსკენ და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფმა აღიარა. ჯონ, ვიმარხულე, ვილოცე კიდეც. ღმერთს შევთხოვდი, დახმარებოდა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ნამდვილად შევიშლები. მაშინ მე მას ვკითხე, კენ თუ გააკეთე ის, რაც მე გთხოვე, ან რამდენიმე თვის უკან? განმარტოვებულ ადგილას თუ გადიოდი და იქ თუ ებრძოდი ეშმაკს პირისპირ, ღმერთის სიტყვით ელაპარაკებოდი მას? იცი, სიმართლე რომ თქვა, არა. მე გავბრაზდი. კენ არაფერი მოხდება, არაფერი შეეცვლება მანამ, სანამ პირდაპირ არ შეებრძოლები მტერს სულის מחვილით, ღმერთის სიტყვით. მან თავი ჩაღუნა. ჩანდა რომ წასვლას აპირებდა. კენმა ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა, არ დაიჯერა, მაგრამ მაინც მოვიდა, რადგან იცოდა, სხვა ადამიანებს დახმარება მიუღიათ ჩემგან. ის რწმენის კაცი გახლდათ და ნამდვილად სჯეროდა, რომ ღმერთი თავისი ძალით უპასუხებდა მის თხოვნას, მაგრამ რადგანაც შედეგს ვერ ხედავდა, შეწუხებული იყო. ფიქრობდი, რომელი მაგალითი მომეყვანა მისთვის და უეცრად სულიწმინდამ კარგი ილუსტრაცია გამახსენა. კენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შტატების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. მარტივად რომ ვთქვათ, ის მთელი სამხედრო პერსონალის მეთაურია, ლიდერია და უფროსია. წარმოიდგინე, ჩვენი რომელიმე ჯარისკაცი ერახში, ბრძოლის ველზე. მტერი ყველა მხრიდან უტევს, მაგრამ ეს ჯარისკაცი არ ისვრის საპასუხოდ. შეშინებული რადიო გადამცემთან მიდის და თეთრ სახლში რეკავს.
ჯარისკაცი პრეზიდენტს ეუბნება: ბატონო პრეზიდენტო, ძლიერი ცეცხლი გამიხსნეს. მტერი მესვრის და ჩემი განადგურება უნდა. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მოდით და გაანადგურეთ მტერი, რომელიც ჩემს სიცოცხლეს მოსპობით ემუქრება. ძალიან მეშინია, გემუდარებით დამეხმარეთ. კენს ვკითხე, მართალია ეს ჯარისკაცი განსაცდელშია, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა პასუხს გასცემს პრეზიდენტი მას? ჩემს მიერ დასმულ კითხვას თავად უპასუხე. პრეზიდენტი დაუკვირებს ამ ჯარისკაცს. მე რას მირეკავ? საუკეთესო სამხედრო წვრთნები გაიარე, რაც კი შეიძლება არსებობდეს. საუკეთესო იარაღით აღჭურვე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ძალაუფლება მოგანიჭე მტრის გასანადგურებლად. ჯარისკაცო, გვერდზე გადადე ყურმელი და შეებრძოლე მტერს. ამის შემდეგ პრეზიდენტი დაკიდებს ყურმელს და იმედიანად იქნება, რომ ჯარისკაცი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს. კენს თვალები გაუბრწყინდა. კენ, ვაგრძელებდი მე. შენ მახვილს ფლობ, შენი მტერი კი არა. ის მთლად იარაღ აყრილია, რადგან უფალმა განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი და სააშკარაოდ შეარცხვინა. კოლასელთა მიმართ წერილი 2:15. შენ კანონიერი იარაღის მფლობელი ხარ. მტერს კი მხოლოდ შეშინებით შეუძლია შენთან ბრძოლა. და მხოლოდ ეს როდია, შენ გაქვს ძალაუფლება იესოს სახელით. დაწერილია, რომ ყოველი მუხლი მოიდრიკება მის წინაშე და ყველა ენა აღიარებს მის უფლობას. ფილიპელთა 2:10-11. შენ მოგეცა ღმერთის საჭურველი, სიმართლის ჯავშანი, რწმენის ფარი, ხსნის ჩაჩქანი და სხვა. შენი რწმენის ფარი მტრის მიერ ნასროლ არა ზოგიერთ, არამედ ყველა ისარს მოიგერიებს. ღმერთმა თავის სიტყვაში გითხრა, შენსკენ მომართული ყოველი იარაღი გაცუდდება და ყოველი ენა სასამართლოზე შენს წინააღმდეგ მეტყველი შენს მიერ დადანაშაულდება. ეს აღთქმა უფლის მსახურებს ეკუთვნით. ესაიას 54:17. კენ, ღმერთი კონკრეტულად გეუბნება, რომ თავად უნდა იბრძოლო. ის არ იბრძოლებს შენს მაგივრად. შენ უნდა მიმართო ეშმაკს. ღმერთს ურეკავ, მაგრამ ღმერთი გეუბნება პრეზიდენტის მსგავსად, ესროლე მტერს, ან განგმირე იგი მახვილით. კენი მიყურებდა. მან სიბრძნე დაინახა ამ მაგალითში, რომელიც უფალმა მომაწოდა მისთვის გასაზიარებლად. კენი ოფისიდან იმედით და რწმენით ახსილი წავიდა. 3 კვირის შემდეგ ისევ მესტუმრა. მის სახეს ღიმილი ამშვენებდა, თვალები უბრწყინავდა და ხმაში სიმხნევე ეტყობოდა. ჯონ, უნდა მოგიყვე რაც მოხდა. მოუთმელად ველოდი ამბის გაგებას. კვირადილას ეკლესიაში მივდიოდი და კვლავ დაიწყო, თქვა კენმა. გულის შეტევით სიკვდილის შიშმა მომიცვა, ოფლმა დამასხა და ტანსაცმელი სულ მთლიანად დამისველდა. მაგრამ უწინდებურად ღმერთისთვის თხოვნა მუდარა აღარ დავიწყე. უკვე ყელში მქონდა ამოსული. ეშმაკზე გავბრაზდი საშინლად. მრისხანებამ დუღილი დაიწყო ჩემში. ისე რომ გვერდზე მჯდომი ჩემი ცოლისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. მუშტი დავარტყი მანქანის წინა მხარეს. ჩემი მეუღლე შიშისგან შეხტა. მე დავეყვირე. ეშმაკო მორჩა. დავიღალე შენი დამშიშებით. და შემდეგ ხმამაღლა. მთელი ძალით დავიწყე იმის ციტირება, თუ რას ამბობდა ღმერთი ჩემი სიცოცხლის შესახებ. ჯონ, როცა მანქანას მუშტი დავცხე და დავიყირე, ეშმაკო გეყო, უეცრად ხილვა მომეცა. ვიხილე ზეცა და ტახტზე მჯდომი იესო. და რა წამსაც სატანას შევუტია, დავინახე იესო, რომელიც სიხარულისგან წამოდგა. ხელები მაღლა ასწია და თქვა, დიახ. კენმა სიცილი დაიწყო და თქვა, ჯონ, თითქოს იესო ამბობდა, შენგან დიდი ხანია ამას ველოდი. მიხარია, რომ ბოლოს მაინც ასე მოიქეცი. ამის შემდეგ კენი აღარასოდეს დანებებია შიშს. აღარ განუცდია ამ შიშებით გამოწვეული დეპრესია. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა. ის ღმერთის ძვირფასი კაცი ისევ ცოცხალია. ჯანმრთელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკლესიას მწყემსავს. იგი ძალიან კარგად არის, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შეეწინააღმდეგე შეუპოვრად. ღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ. რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინააღუდექით მას მტკიცე რწმენით. 1 პეტრეს 5 თავის 8-9 მუხლები. თუ პირველ თავს გავიხსენებთ, სიტყვა შეწინააღმდეგება შეუპოვრობის სინონიმია.
ბიბლია არ გვასწავლის იმას, რომ თუ მტერს ერთხელ შევეწინააღმდეგებით, ის მეორედ აღარ მოვა და აღარ შეგვებრძოლება. არა, პირიქით. ის კიდევ და კიდევ შეეცდება ამის გაკეთებას. წლების განმავლობაში დავინახე, რომ სწორედ ამ საკითხში კარგავენ ქრისტიანები მოშურნეობას და მარცხს განიცდიან. ისინი ფიქრობენ, ალბათ მე ეს არ გამომდის, ან ის არ გამაჩნია, რაც ამ ბრძოლაში ჭირდება. ეს დიდი ტყუილია, რომელსაც არასოდეს არ უნდა ავყვეთ. კიდევ ერთ ისტორიას გაგიზიარებთ, რომელიც უკეთ გაგეხმარებათ ამ საკითხის გაგებაში. ლიზას პატარაობაში ჭვალი აწუხებდა. ეს გართულება ჩვილ ბავშვებს ემართებათ. რა თქმა უნდა, ყველა პატარა ბავშვი ტირის, მაგრამ ბავშვი, რომელსაც ჭვალი ადგება, ზოგჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში გაუთავებლად ტირის. რადგან ტკივილებს ვერაფერი ვერ უყუჩებს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება თვეებით გრძელდებოდეს. ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ის ჩამოუყალიბებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის შედეგად ვითარდება. ჩვენ პირველ შვილს, ედისონსაც ჰქონდა ეს დაავადება. მახსოვს, როგორ ტიროდა იგი უმიზეზოდ. თავიდან ეს მდგომარეობა უსასრულოდ მეჩვენებოდა. ვარწევდით, ბეჭებზე ხელს უთათუნებდით და ვუმღერდით. თუმცა ის მაინც აგრძელებდა ჩხავილს. უმწვევ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან საკუთარ შვილს ვერაფრით ვშველოდით. ხანდახან კლავებზე დავიწვენდი და ტკივილს უბრძანებდი დაეტოვებინა იგი. პირდაპირ მის საჭმლის მომნელებელ სისტემას ველაპარაკებოდი. შემდეგ ხმამაღლა ლოცულობდი სულით და ედისონს ამასობაში ჩაეძინებოდა ხოლმე. ერთ საღამოს ლიზა სააბაზონოში იყო შესული. მე კი უკვე ლოგინში ვიწექი. დაძინებას ვაპირებდი და უეცად ბავშვის ოთახიდან შემაძრწუნებელი ტირილის ხმა შემომესმა. ჯონ, ისევ ჭვალის ამბავია გამომძახა ლიზამ. წამოვდექი და საათს შევხედე. უკვე პირველის 11 წუთი იყო. ბავშვის ოთახისკენ გავიქეცი. ედისონი ხელში ავიყვანე და ტკივილს იესოს სახელით ბავშვის სხეულის დატოვება ვუბრძანე. შემდეგ სულით ლოცვა დავიწყე, მანამ სანამ ედისონმა არ ჩაიძინა. ამას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა. მეორე ღამეს უკვე ორივენი ვიწექით და ისევ საშინელი ტირილის ხმამ აგვაფორიაქა. ვაღიარებ, თავიდან ვიფიქრე, ეს მეთოდი არ ჭრის. ამდენს ვლოცულობ მისთვის და უკეთესობა არ არის. შედეგს ვერ ვაღწევ, რწმენა არ მაქვს. თავს ზალა დავატანე, რომ ეს ფიქრები უკუმეგდო და იმაზე მეფიქრა, თუ რას ამბობდა ღმერთის სიტყვა, პასუხგაუცემელი ლოცვის შესახებ. ლიზას უთხარი, მე მივხედევ ამ საქმეს. ავდექი და საათს შევხედე. ისევ პირველის 11 წუთი იყო. დამთხვევაა? გავიფიქრე მე. ედისონის ოთახში შევედი. გულში მაგრად ჩავიხუტე. ტკივილს ვუბრძანე იესოს სახელით, რომ განშორებოდა ჩემ შვილს და სულით ლოცულობდი მანამ, სანამ ედისონს არ ჩაეძინა. ამას ისევ 10-15 წუთი დასჭირდა. მეორე საღამოს ლიზა ისევ სააბაზანოში იყო შესული მაკიაჟის მოსაშორებლად. მე კი უკვე საწოლში ვიწექი. ამჯერადაც საძინებლიდან საშინელი ტირილის ხმა მოგვესმა. ფიქრები, რომელიც მომეძალა, წინანდელზე უფრო ძლიერი იყო. ჯონ, თითქმის 2 კვირაა, რაც ცდელობით ვერაფერს შველი ამ მდგომარეობას. შენს ლოცვას შედეგი არ მოაქვს. ისევ ღმერთის სიტყვის შევეწინააღმდეგე ამ აზრებს და საწოლიდან წამოვჯექი. საათს შევხედე. ვიფიქრე, თვალი ხომ არ მატყუებს მეთქი. მესამე საღამოს კვლავ ზუსტად პირველის 11 წუთზე გაისმა ბავშვის ტირილის ხმა. საძინებელში შევიჭერი. ხელში ავიტაცე ჩემი ტანჯული შვილი და ხელი მკერდზე დავადე. დავხედე ჩემს პატარა ბიჭს და ვიგრძენი, რომ მხოლოდ მე არ დავყურებდი მას. ჩემი თვალებიდან უფალი უყურებდა. განრისხებული გავყვიროდი, ჭვალის და უძლურების სულო. ყელში ამოვიდა ჩემი შვილის ტანჯვა. ვამსხვრევ ამ წყევლას, რომელიც ლიზას ოჯახიდან გადმოგვივიდა და იესოს სახელით გიბრძანებ, შენი ბინძური ხელები მოაშორო ედისონს. ახლავე გაშორდი აქაურობას და აღარასოდეს დაბრუნდე. შეიძლება იფიქრო, რომ ასეთი სიტყვები უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდა ჩემ შვილს, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. პატარა ედისონმა ყისვე შეწყვიტა ტირილი. საყვარლად შემომხედა, თვალები დახუჭა და დაიძინა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც მან ჭვალის გამოიტირა. იმ ღამის შემდეგ ედისონი ნორმალური, ბედნიერი ბავშვი იყო. ტერი ბევრს ეცადა
დაიღალა מחვილისგან მიყელებული ჭრილობებით. განშორდა ედისონს და აღარ დაბრუნებულა. დაახლოებით 3 წლის შემდეგ მეორე შვილი, ოსტინი შეგვეძინა. დაბადებიდან რამდენიმე თვეში მასაც მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდა. მე უკვე ვიცოდი რაშიც იყო საქმე და ამიტომ მზად ვიყავი კიდევ ერთი ბრძოლისთვის. 1-2 ძალაუფლების სიტყვები ვახსენე და საშინელი ტკივილები შეწყდა. ჭვალი რამდენიმე დღეში სრულიად გაქრა და მას ოსტინი აღარასოდეს შეუწუხებია. როდესაც ჩვენი მესამე შვილი დაიბადა, რამდენიმე წლის შემდეგ მას ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ქონია. ეს ჯადოსნური წრე დაირღვა. წარმომიდგენია მტერი რას ფიქრობდა. შეტევა კიდევ რომ მოვინდომო מחვილით, ღმერთის სიტყვით ჭრილობას მომაყენებენ. ძვირფასო მეგობარო, ეშმაკს შეეწინააღმდეგე შეუპოვრად. შერისხე იგი ქრისტეს მიერ მოცემული ძალაუფლებით. არ დამავიწყდება ის დამოწმება, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი მისიონერი მექსიკაში ინდიელებს უზიარებდა. ის ძირითადად მთებზე შეფენილ პატარა სოფლებში შრომობდა და მისი გუნდის მსახურების შედეგად ამ სოფლების თითქმის ყველა მოსახლე ქრისტიანი გახდა. ერთ ღამეს იგი ამ სოფლის მაცხოვრებელმა გააღვიძეს. ისინი შეშინებულნი იყვნენ. უთხრეს, რომ ერთ ცოლ-ქმარს, რომლებიც მათ ეკლესიაში დადიოდნენ, ესაა შვილი გარდაეცვალა. ოჯახის წევრები ითხოვდნენ, მისიონერი მასთან მისულიყო და ელოცა. ის მაშინვე ადგა, მათ სახლში მივიდა და სიკვდილის სულს უბრძანა ბავშვის სხეული დაეტოვებინა. რამდენიმე წუთში პატარა მხველება, სემინება და სუნთქვა დაიწყო. სიცოცხლე დაუბრუნდა. ყველაზე იმობდა. მისიონერი დაბრუნდა სახლში და დაიძინა. ცოტა ხანში მის კარებზე ისევ კაკუნი გაისმა. ბავშვი ისევ გარდაცვლილიყო. მისიონერი კვლავ წამოდგა. შერისხა სიკვდილის სული და ბავშვი გაცოცხლდა. მისიონერი ამბობდა, რომ იმ ღამეს იგი რამდენჯერმე შეეწინააღმდეგა სიკვდილის სულს, მანამ სანამ ის არ გაშორდა ბავშვს. ბავშვმა განაგრძო სიცოცხლე და იმ დროისთვის, როცა მისიონერი ამ ისტორიას ამოწმებდა, ის ბავშვი იმ სოფელში ერთ-ერთი ჯანმრთელი ადამიანი იყო. იდექით მტკიცედ. ხშირად ვხედავ, როგორ იტანჯებიან მორწმუნეები ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილით. კეთილგონიერი ადამიანები ნამდვილად იღებენ ღმერთისგან კურთხევებს, განკურნებას და სასწაულებს. მაგრამ რამდენიმე დღეში, თვეში ან წელში ისინი ისევ კარგავენ მას, რაც ღმერთისაგან მიიღეს. ამიტომ გვასწავლის ბიბლია კეთილს ჩაეჭიდეთ. 1 თესალონიკელთა 5:21. ყოველ მორწმუნეს უნდა ახსოვდეს ეს სიტყვები და მტკიცად უნდა იდგეს. ეს მე, ჩემი ქრისტიანული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ვისწავლე. თინეიჯერობის პერიოდში წელის ტკივილები მტანჯავდა. 1 წლის მორწმუნე ვიყავი და მეგობართან ერთად ეკლესიაში წავედი. ქალმა, რომელიც მსახურებას უძღვებოდა, თქვა, აქ არის პიროვნება, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით კი წელის ქვედა ნაწილის ტკივა. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა, მაგრამ მცხვენოდა ჩემი პრობლემის შესახებ სახალხოდ მელაპარაკა. წლების მანძილზე კათოლიკურ ეკლესიაში დავდიოდი და არ მიყვარდა, როდესაც რომელიმე კონკრეტული ადამიანის პრობლემაზე სახალხოდ ლაპარაკობდნენ. მე სკამიდან არ ავდგარ. როდესაც ამ ქალმა საუბარი განაგრძო, ცოტა ამოვისუნთქე. 10 წუთის შემდეგ მან თქვა, მაპატიეთ, მაგრამ უფალი თავს არ მანებებს. ვიღაცა ამსახურებაზე წელის ტკივილისგან უნდა განეკორნოს. კვლავ გავიფიქრე, არ გავალ, ხალხის წინ არ დავდგები. თუმცა ამჯერად სულიწმინდა მოსვენება არ მომცა და გადავწყვიტე ამ მოწოდებას დავმორჩილებოდი. მსახურმა ქალმა და მისმა მეუღლემ ჩემთვის ილოცეს და მყისვე განვიკურნე. გაკურვებული ვიყავი. წლების მანძილზე მაწუხებდა წელის ტკივილები. განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა ჩემს სხეულში ამ მსახურებაზე. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვტკბებოდი წელის ტკივილის გარეშე ცხოვრებით. დიდებული რამ იყო. ახლა უკვე შემეძლო დავხრილიყავი, კბილების გახეხვისას ან პირის გაპარშვის დროს. მადლობელი ვიყავი ღმერთის. 1 თვის შემდეგ საწოლში ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. უეცრად ჩემს ოთახში რაღაც შემოვიდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად გვგრძნობდი. ოთახში მთვარის სინათლე შემოდიოდა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ბნელდებოდა. ამავდროულად შიშიც დამეუფლა. უეცრად ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა.
უეცრად თავში ასეთმა აზრმა გამიელვა. განკურნება დაკარგე. დამთავრდა ტკივილის გარეშე ცხოვრება. ახლა მთელი ცხოვრება ეს ტკივილი გაგტანჯავს. მართალი ახალი მორწმუნე ვიყავი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცოდი ღვთის სიტყვა და მივხვდი, რომ ეს ჩემზე განხორციელებული შეტევა იყო. მტერს სურდა, რომ დამეჯერებინა მისი ტყუილი, რომ ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვებოდა. მაშინვე საწოლიდან წამოვხვდი და ვიყვირე. ეშმაკო, 2 კვირის წინ განვიკურნე მსახურებაზე. ბიბლია ამბობს, რომ ქრისტეს ჭრილობებით მე განკურნებული ვარ. შენ ვეღარ გამტანჯავ ამ ტკივილებით. ამიტომ გიბრძანებ დატოვო ჩემი სხეული. ჩემი ოთახი და ჩემი ბინა ახლავე იესოს სახელით. ოთახი განათდა. შიში და თანდასწრება, რომელიც მას ახლდა მაშინვე გაქრა და ტკივილიც მათ გაჰყვა. მას შემდეგ წელის ტკივილს აღარ შევუწუხები ვარ. იესო ამბობს, გეპყრას რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. გამოცხადები 3:11. ვიყოთ შეუპოვარნი, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის, რაც ღმერთმა მოგცა. ყველაზე სევდიანი ისტორია, რომელიც მახსენდება, ერთ კაცს უკავშირდება, რომელიც ერთ საღამოს მსახურებაზე სასწაულებრივად განეკურნა. ამ მსახურებაზე მე ვქადაგებდი. ეკლესიაში ბევრი ხალხი იყო და ამიტომ საერთო ლოცვით ვილოცე. ჩემს წინ დავინახე ერთი კაცი, რომელიც მუხლებზე იყო დამხობილი და ტიროდა. მივედი მასთან, რათა გამერკვია რა აწუხებდა. აღმოჩნდა, რომ მას ზურგის რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩენა ემუქრებოდა. მას ქრონიკულ ტკივილებში უწევდა ცხოვრება, მაგრამ ახლა უკვე სრულიად განკურნებული იყო. ის სიხარულისგან ტიროდა. არასოდეს მენახა ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც თავისუფლების მიღების გამო ასე გულამომჯდარს ეტირა. რამდენიმე კვირის შემდეგ ეს კაცი რესტორანში ვნახე. სახე უღიმოდა, სიცოცხლით იყო ახსილი და ამოწმებდა იმ განკურნების და თავისუფლების შესახებ, რომელიც უფლისგან მიიღო. მიხაროდა მისი სიკეთე. 1 წლის შემდეგ ისევ შემხვდა ის კაცი, მაგრამ მის სახეს უწინდელი ღიმილი აღარ ამშვენებდა. მეტიც, ჩემთან ახლოს არც კი მოვიდა. მე მიუახლოვდი მას და ვკითხე, თუ როგორ იყო. მითხრა, რომ ტკივილები დაუბრუნდა. იგი ეჭქვეშ აყენებდა მიღებული განკურნების სინამდვილეს. ის ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ღმერთი ამ ტკივილების მეშვეობით წვრთნიდა მას. მე შევეცადე მისთვის ამეხსნა, რას ნიშნავდა ქრისტეს სიტყვები, გეპყრას რაც გაქვს, მაგრამ იგი არ მისმენდა. დღეს ეს კაცი ძალიან კარგი ადამიანი, ბრწყინვალე მამა და მეუღლეა, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ ის ტვირთი დააქვს, რომლისგანაც ქრისტემ დიდი საფასურის გადახდით გაანთავისუფლა. შეუძლებელი არ მიიღო. ახლა რის თქმასაც ვაპირებ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გწამს და შეუპოვრად ეწინააღმდეგები ეშმაკს, მაშინ ყოველთვის გაიმარჯვებ. იძექი მტკიცეთ, გაბედულად იმოქმედე. წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან. იაკობის წერილი 4:7. სიტყვა გაქცევა ბერძნულ ენაზე ჟღერს ასე. ფეუგო, რაც ნიშნავს აორთქლებას, გაუჩინარებას, გაქცევის მეშვეობით უსაფრთხო ადგილის მოძებნას. ზოგი ლექსიკონი ამ სიტყვას შემდეგნაირად განსაზღვრავს. დიდი შიშით გაქცევა. ეს მშვენიერია. ღმერთის სიტყვა არ ამბობს, რომ შესაძლოა ეშმაკი გაიქცეს. არა. თუ მას წინ აღუდგები, ის გაიქცევა. ის ვერ იტანს ბიბლიურ გაბედულ წინააღმდეგობას. უნდა იცოდე, რომ მტერს შენი ეშინია. როდესაც ის გიყურებს, იმას არ ხედავს, რასაც შენი მეგობრები. ის ხედავს ქრისტეს. შენ ქრისტეს სხეული ხარ. ღმერთის ცხებული შვილი. შენ შექმნილი ხარ იმის ხატად და მსგავსად, ვინც სატანა გაანადგურა და განაიარაღა. შენ მისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენ. ბევრი ჩვენთაგანი შეცდა სატანის მიერ შემოგდებული ხრიკებით, მაგრამ ის შენს ფეხქვეშ არის, ქრისტეს სხეულის ფეხქვეშ. შენ ქრისტეს სხეულში ნეკათითის ადგილიც რომ გეკავოს, მტრის ძალა მაინც ვერაფერს ვერ დაგაკლებს. წმინდა წერილი ამბობს, როგორ ჩამოვარდი ციდან მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე, ხალხთა მძლეველო. შენ კი ამბობდი შენს გულში, ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავების ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს და დავჯდები საკრებულოს მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე ავალ, ღრუბლის გორაკებზე
და უზენაესდავე მსგავსები. მაგრამ შავეთში იქნები ჩაგდებული, უფსკრულის კიდეებზე. შენი დამნახველნი შემოგაცქერდებიან, დაგაკვირდებიან. ეს კაცია ქვეყნის შემოძრწუნებელი, სამეფოთა მძლეველი? ესაიას 14:12-16. ისტორიულად ესაია ბაბილონის მეფეზე წერს. თუმცაღა წინასწარმეტყველურ წერილს ორი განსხვავებული განმარტება გააჩნია: ბუნებრივი და სულიერი. როცა ესაია ამბობს იმის შესახებ, რომლის ძალებმაც დაანგრიეს პიროვნებები, ოჯახები და ერები, რა თქმა უნდა, სულიერი კუთხით მას მხედველობაში ჰყავს სატანა. ესაიას წიგნის თანახმად მისი ბოლო არის ცეცხლის ტბის სიღრმეები, სადაც იგი და მისი დამქაშები დაინტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე. გამოცხადების 20:10. შეუძლებელი არ მიიღო კურთხევა და გათავისუფლება ღმერთისაგან, თუ გწამს და ეწინააღმდეგები ბნელეთის ძალებს. ეს შესაძლოა იყოს ფინანსების, სიბრძნის, ჯანმრთელობის, ბიზნესის, მსახურების სფერო, ან უფრო მნიშვნელოვანი რამ, სხვების დახმარების უნარი. თუ სულის მახვილით იბრძოლებ, იესოს მსგავსად ყველა მტერზე გაიმარჯვებ. გამაფრთხილებელი სიტყვა. სანამ წიგნის მოცემულ თავს დავასრულებდე, მინდა იმ ორი უკიდურესობის შესახებ გავამახვილო ყურადღება, რომელიც ქრისტეს სხეულში დავინახე. პირველი უკიდურესობა ყოველი ბუჩქის უკან ეშმაკის დანახვაში მდგომარეობს. ამ უკიდურესობაში ჩავარდნილი ქრისტიანები იმდენად ბევრს ფიქრობენ ეშმაკზე, რომ მზერა მოწყვეტეს უფალს. ეს ძალიან არაჯანსაღი მდგომარეობაა. მეორე უკიდურესობა გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ მტრის სრულ იგნორირებას ახდენდე კაინის მსგავსად. ამ კატეგორიის მიდგომა შემდეგია: თუ ეშმაკს არანაირ ყურადღებას არ დავუთმობ, ის ბოლოს და ბოლოს გამეცლება. ეს ძალიან ფატალური და ჭეშმარიტებას მოწყვეტილი აზრია. ჩვენ მანამ უნდა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს, სანამ ღმერთის ნება არ აღსრულდება. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამა თუ იმ საკითხს ქრისტეს სახელით არ შევეწინააღმდეგებით, ის არ შეიცვლება. ნუ მოდუნდები ბრძოლაში. ეს შენი როგორც სათასასწრაფოების მოქალაქის მოვალეობაა. ესაა შენი ღმერთისადმი მორჩილება, ესაა უდიდესი ძალა, რომელიც ღმერთმა თავისი მადლით მოგანიჭა. ბიბლია გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი სულიერი ცხოვრებით. მოთმინებით გავერბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს იესოს. ებრაელთა 12:1-2 მუხლები. ჯანსაღი და სრულყოფილი ქრისტიანული ცხოვრების სტილი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მზერა იქნება თუ არა იესოსკენ მიპყრობილი. თუ ეშმაკი ან მისი რომელიმე დამქაში შეეცდება გზაზე გადაგეღობოს, შეეწინააღმდეგე, წინაღუდექი და ისიც გაიქცევა. შემდეგ შენი მზერა კვლავ უფალს მიაპყარი. იესო არის ის, ვინც მოგცარ რწმენა და ვინც სრულყოფილ